ბოლო წლები უკვე ფარხმალი დაყრილი მქონდა სრულიად, რასაც ქვია, საერთოდ უიმედო, სტაგნაცია სრული, რასაც ქვია, ერთადერთი, ვინც მახსენებდა, რომ აქ ვიყავი ისევ რეალობაში და ესე რომ ვთქვათ, ძალას მიბრუნებდა, იყო დედა. დედა, რომელიც საერთოდ არ ჩერდებოდა რა, ქალს ამხელა ენერგია საიდან ქონდა, ვერ ხვდები მართლა, საერთოდ არ ჩერდებოდა, ერთი წამით რა, სულ ზუსტად იმ კონკრეტულ მომენტში, რაც შეიძლებოდა, იდეალური ნაბიჯი მისი მხრიდან ყოფილიყო, ზუსტად იმას აკეთებდა. მე მალხაზი ვარ თევზაძე, დამოკიდებული გახდით 12 წლის მანძილზე, უკვე მეოთხე წელია, რაც სრულიად თავისუფალი გახლავართ ყოველგვარი დესტრუქციული დამოკიდებულებისგან. 13 წელს ვიყავი პირველად, როდესაც ალკოჰოლი გავსინჯე და რა თქმა უნდა, ესე მალავდი სახლში, ჩემი ამოცანა იყო, რომ სახლში მივსულიყავი, შევსულიყავი და რაღაც საწოლამდე ისე მივსულიყავი, რომ არავის არ გაეგო და კარგად ვართმევდი მაგას თავს. თქოს რაღაცას რომ აფუჭებდი, ეს მიზიდავდა რა. მესმოდა, გარშემოყოფი ადამიანებისგან, რომ თრობა უფრო მძიმე იყო ზოგადად ინტრავენურ მოხმარებაში და ეს რაღაც ინტერესის საგანი იყო. კი, ჩემში ამას თრგუნავდი და ესე თვალს არ ვუსწორებდი, მაგრამ 20 წლის ასაკიდან უკვე გავხდი დამოკიდებული მაგაზე, ინტრავენურ მოხმარებაზე. ძირითადად გავურბოდი შფოთს და სირცხვილის განცდას. ეს მქონდა ბავშვობიდან, შინაგანად, რადგან თქოს რაღაცა საკმარისი არ ვიყავი. მე იმდენ ფსკერზე აღმოჩნდი. ფსკერების ფსკერზე ჩავედი, რასაც ქვია სრულიად სოციალისტობით. ძალიან რთული 6 წელი იყო, როცა მოვიხმარდი ინტრავენურად ნარკოტიკს, ციხეშიც მოვხდი, სამჯერ ფსიქიატრიულშიც მოვხდი და ძალიან რთული იყო ეს ჩემთვის რა. მარჯვენა კოჭი მომტყდა, სიმაღლიდან გადმოვხდი, ძალიან დიდი თრობის ქვეშ ხო? ეხლა ძალიან კარგად ვარ. ესეთი ის მაქვს, რომ დილით რო ვიღვიძებ, მიზეზი არ მჭირდება, რომ ბედნიერი ვიყო. ყოველი დილა აბსოლუტურად როდესაც თვალს ვახელ, იმდენად სასიამოვნოა და იმდენად როგორ თქვა, ნათელი არის ჩემთვის, რომ ვერ აღწერებით რა. მადლიერი ვარ ძალიან უფალი ვარ ყოფილიყო, ეს ყველაფერი არ გამოვიდა. რომ ისეთი ტიპის მომხმარებელი, როგორიც მე ვიყავი, ძალიან რთულია რომ აქ ყველაფერს თავი დააღწიო და რანაირად შევძელია მიგვირს, დღესაც მიგვირს, უკან რო ვიხედები, მიგვირს რა. დღე, რომელიც ფიქრობ, რომ შეიძლება არც წაიშალოს შენი მეხსიერები. ის დღე, როცა მამა ჩამოკვდა ხელში 26 წლის ასაკში. მამა ჩამოკვდა ხელში. გულმა უმტყუნა რა. და ჩემ ხელებში დაიღუპა და მაქიდან მეორე დღეს პირველად მოვხდი ფსიქიატრიულში. მაშინაც თრობის ქვეშ ვიყავი, როცა ხელში ჩამოკვდა. ეგ დღე არის სულ ასნაირად ფონად გამდევს უკან რო ვიხედები. გააცნობიერე რა მოხდა? მე მოვიდა რა თქმა უნდა. ვერ გავაცნობიერე. ეს ძალიან საერთოდ არ ვიყავი აქ რა. რეალობას მოვედება წყვეტილი ვიყავი იმ მომენტში. საერთოდ ვერაფერს ვერ ხვდებოდი და ვერ ვაცნობიერებდი. უწყდისად ვერც ვიტირე, ვერც გამოვიკლოვე მამა ჩემი, მის გასვენებაშიც არ ყოფილვარ. საკმაოდ მარტოსული ვიყავი რა. ეხლა რო გითხრა ესე რომ ვინმესთან ერთად მე ვატარებდი დროს და მოვიხმარდით, რომ მოგატყუებ რა, სულ ძირითადად მოვიხმარდი მარტო. ადამიანს ორი გზა აქვს რა. ბიბლიაშიც კარგად ნათლად ჩანს ეგ, რომ ან სასწორკვეთილება, ან სინანული. სასწორკვეთილება მე მკლავს, ეგ არის თქო ჩავყვევი ბოლომდე და всё, მე თვითონ ვეღარ პატიობ ჩემ თავს, ან მეორე გზაა, როცა სინანული მე თვითონ მოვინანიო, მივიღო ეს ჩემი ქმედა, რომ ადამიანი ვარ, შეცდომას ყველა უშვებს და შემილია რომ მე თვითონ ჩემ თავს ვაპატიო, ვიზრუნო ჩემ თავზე, მივიღო ისეთი როგორიც ვარ, არის ჩემი თავი ყოველ მომენტში და გავაგრძელო ჩვეულებრივად ცხოვრება რა. არასოდეს არ არის გვიანი, ეხლა გამახსენდა ვახო ბაბუ, რომელიც რეაბილიტაციას გადიოდა ჩემთან ერთად. 70 წლის ასაკში ადამიანმა თავიდან დაიწყო ცხოვრება. ტანსაცმელიც კი გადავყარე ძველი, სახლიც გავყიდე ძველი და პლეილისტსაც კი არ უსმენდი რამოდენიმე წელი ძველს. ეს ისეთი ცხოვრებაა, იქიდან რომ დაიტოვო ესე რომ ვთქვათ ადამიანები და ასე შემდეგ, შესაძლოა რაღაც ტრიგერი მოგვხდეს და ჯობს რომ მაინც პრევენცია მოახდინო და იმ ყველაფერზე უარი თქვა. თუნდაც ადამიანებზეც რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს.
ჩემი დღის ძირითად ნაწილს აქ ვატარებ, ვინაიდან რადგანაც ფიზიკური განვითარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს დღესდღეობით ჩემს ცხოვრებაში. ამის გარეშე ესე რომ ვთქვათ, მაგ ყველაფერზე თავის დაღწევა ჩემთვის წარმოუდგენელი არის. ჩემი მიზანი არის ის, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია შევქმნას და ამისთვის ყოველდღიურად ვშრობ. რეაბილიტაციაზე ასვლის წინა სამიდო იყო ესეთი, რომ სამთავროს ტაძარში ვიყავი. მეორე დღეს სვეტიცხოველში ვიყავი, მესამე დღეს ვიყავი სამებაში და ესე აეწყო და მეოთხე დღეს დაუგეგმავად სრულიად. წავედი რეაბილიტაციაზე, როცა საერთოდ არ მქონია დაგეგმილი რა და იმაგიტო ვიზარხი რომ უფლის garaშე ხო რა უფალმა ინება ესე რა, რომ მე ეს გზა გამოვიდო. ამ ცხოვრებაში, ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ესე ვიტყვი, ყველაფერი ნანახი მქონდა უკვე, აღარაფერი აღარ იყო ისეთი რა, ლიმონი ვით გამოვიწურა ესე რომ იტყვიან და მეთქი მოდი ამ გზასაც ვცდი, თორე საწავა ეს ცხოვრება. მოდი ვცდი იქნებ გამოვიდეს და ვცადე და გამოვიდა უფლის კალფით.